პატივცემულო კოლეგებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალზე აქტუალურ საკითხზე, ეს არის რობოტული ტექნოლოგიები უროლოგიაში. რობოტული ტექნოლოგიები გარდაქმნის უროლოგიურ ქირურგიას სიზუსტის გაძლიერებით, ინვაზიურობის შემცირებით და პაციენტების შედეგების გაუმჯობესებით. მიუხედავად იმისა, რომ რობოტ-ასისტირებული ლაპარასკოპია გახდა სტანდარტი უროლოგიურ ქირურგიაში, განვითარების ეტაპზეა არალაპარასკოპიული რობოტული სისტემები ენდოუროლოგიაში. თუმცა ეს ტექნოლოგიები ახლა ჯერ არ არის მყარად დამკვიდრებული კლინიკურ პრაქტიკაში. დღეს ძირითადში ვისაუბრებთ ორ რობოტულ ტექნოლოგიაზე, რობოტულ ფოკალურ თერაპიასა და რობოტ-ასისტირებულ ლაპარასკოპიაზე, რადგანაც ეს ორი ტექნოლოგია უკვე მყარად არის დამკვიდრებული კლინიკურ პრაქტიკაში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ფოკალური თერაპია დღეისათვის წარმოადგენს სწრაფად მზარდი პოპულარობის მქონე მკურნალობას პროსტატის კიბოსთვის და გულისხმობს პროსტატის შემნახველ სტრატეგიას, როდესაც ნადგურდება პროსტატის სიმსივნური უბნები და ნარჩუნდება ჯანსაღი ქსოვილი. პროსტატის რობოტული ულტრაბგერითი თერმოკოაგულაცია, ანუ რუთი, ხორციელდება სპეციალური რობოტის ფოკალ 1-ის გამოყენებით. მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ენერგიის გადამწყვეტი თავსდება რექტუმში. ის არ ეხება პროსტატას უშუალოდ. მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ენერგიის გადამწყვეტი თავსდება რექტუმში. ის არ ეხება პროსტატას უშუალოდ. მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ენერგიის სწრაფი კონცენტრაცია ზრდის ტემპერატურას სამიზნე ზონაში, იწვევს კოაგულაციურ ნეკროზს, რომელიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს და ზოგავს მიმდებარე ჯანსაღ ქსოვილს. თერმოკოაგულაცია მიმდინარეობს რეალურ დროში ლაივ ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კონტროლით. ტრანსრექტალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და თერმოკოაგულაცია ხორციელდება ერთი და იგივე გადამწყვეტიდან, რომელიც მოთავსებულია სწორ ნაწლავში. უკეთესი დამიზნებისთვის შეგვიძლია ასევე ტრანსრექტალური ულტრაბგერის და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემთა შერწყმა, ანუ ფიუჟენი. რეალურ დროში ულტრაბგერის კონტროლით ექიმი მონიშნავს თერმოკოაგულაციის უბანს, დანარჩენი კი ხორციელდება ავტომატურად. რობოტული ტექნოლოგია პროსტატას ყოფს შრეებად და დაახლოებით 1,7-5 მმ-ზე ზომის უბნებად. შემდგომში ამ ბრინჯის მარცვლის ოდენობის უბნებს რობოტი თანმიმდევრობით ანადგურებს გაცხელების გზით. რუთი ხელმისაწვდომია საქართველოსა და კავკასიაში 2021 წლიდან. განხორციელებულია 200-ზე მეტი პროცედურა. წარმოგიდგენთ თავად პროცედურას. ჯერ ხდება პროსტატის ულტრაბგერითი სკანირება, შემდგომ ფიუჟენი მაგნიტურ რეზონანსთან, შემდგომ ექიმი ნიშნავს პროსტატის გასანადგურებელ უბანს, რობოტი კი ახორციელებს სრულიად ავტომატიზებულ თერმოკოაგულაციას. ნადგურდება პროსტატის მხოლოდ სიმსივნის შემცველი უბანი. ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინი რეკომენდაციას იძლევა რუთის გამოყენებისა რეგისტრის ფარგლებში. გერმანული ონკოლოგიური გაიდლაინი კი იძლევა რეკომენდაციას რუთი გამოყენებულ იქნეს დაბალი რისკის პროსტატის კიბოს შემთხვევებში. მაშასადამე რუთის გამოყენება ამჟამად დადასტურებულია გაიდლაინის მიერ. გერმანულ ონკოლოგიურ გაიდლაინში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები რუთის გამოყენებისათვის, ისე როგორც ამ ცხრილშია მითითებული. ამერიკული NCCN ონკოლოგიური გაიდლაინი კი იძლევა რეკომენდაციას რუთი გამოყენებულ იქნეს სხივური თერაპიის შემდგომ პროსტატის კიბოს რეციდივის შემთხვევაში. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სხვადასხვა კომპანიები მასშტაბურად იწყებენ რუთის დაფინანსებას 2021 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო უკვე 2023 წლიდან შვეიცარიაში პროსტატის კიბოს მკურნალობა რუთის გამოყენებით ნაზღაურდება სახელმწიფო სხვადასხვა კომპანიების მიერ, ისევე როგორც რადიკალური პროსტატექტომიისას.
ათასობით პაციენტზე ჩატარებული ფრანგული პროსპექტული კვლევა აჩვენებს, რომ რუთის და რადიკალური პროსტატექტომიის ონკოლოგიური შედეგები შედარებადია, ხოლო ფუნქციონალური შედეგებით რუთი უპირატესია რადიკალურ პროსტატექტომიაზე. ასევე ჩვენი საკუთარი გამოცდილება ადასტურებს, რომ რუთი ეფექტური მეთოდია დაბალი და საშუალო რისკის პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. რუთს მრავალი პრივილეგია გააჩნია. ეს არის აბსოლუტური რობოტული სიზუსტე, სრული არაინვაზიურობა, საექიმო შეცდომის მინიმიზაცია, ხანმოკლე სწავლების მრუდი, უსწრაფესი რეაბილიტაცია, არანაირი რადიაციული გამოსხივება, არანაირი ქირურგიული ინვაზია, განმეორებითი მკურნალობის შესაძლებლობა, ინკონტინენციის და ერექციული დისფუნქციის მინიმალური რისკი და, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. რობოტულმა ქირურგიამ განაპირობა მონუმენტური გარდაქმნა მინიმალური ინვაზიური ტექნიკისკენ. მსოფლიოში დაინერგა 2000-იან წლებში, ხოლო საქართველოსა და კავკასიაში დაინერგა 2024 წელს. ტრადიციული ლაპარასკოპიული ინსტრუმენტები ძალზედ მოუქნელია, ხოლო რობოტული სახსრიანი ინსტრუმენტები ბაძავს ადამიანის ხელს, რაც უდიდეს უპირატესობას ანიჭებს რობოტულ ქირურგიას ტრადიციულ ლაპარასკოპიასთან შედარებით. რობოტული ოპერაციის დროს ხელისა და თვალის უკეთესი კომუნიკაციაა ტრადიციულ ლაპარასკოპიასთან შედარებით. ლაპარასკოპიისას ქირურგს უჭირავს ორი ინსტრუმენტი, ხოლო სკოპი უჭირავს ასისტენტს. ქირურგს საოპერაციო ველის დანახვა შეუძლია მხოლოდ ასისტენტის დახმარებით, რაც დიდ მოუხერხებლობას წარმოადგენს. რობოტულ ქირურგიაში კი ქირურგი თავად მართავს სკოპს და დამატებით სამ ქირურგიულ ინსტრუმენტს, რაც უდიდესი უპირატესობაა. ტრადიციული ლაპარასკოპიისას ზოგჯერ ქირურგს ძალზედ უცნაური პოზიციის დაჭირა უწევს საოპერაციო ველის დასანახად, ამა თუ იმ ქმედების განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც რობოტული ქირურგიისას ქირურგი აბსოლუტურად ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან მართავს ინსტრუმენტებს. ეს აისახება ოპერაციის ხარისხზე. წარმოგიდგენთ ამერიკული და ვინჩისა და ჩინური რობოტი ტოუმაის შედარებით დახასიათებას. ორივე რობოტის დიზაინი პრაქტიკულად ერთნაირია, 3D ციფრული ვიზუალიზაცია გააჩნია ორთავეს, ენდოსკოპური მაჯიანი ინსტრუმენტები გააჩნია ორთავეს, მიდგომის ფლექსიბელობა გააჩნია ორთავეს, ერგონომულობა გააჩნია ორთავეს, ხოლო ტელექირურგიაში ლიდერობს ჩინური ტოუმაი. ამ რობოტით განხორციელებულია ასეულობით ოპერაცია 5-6000 კილომეტრზე ჩინეთის ფარგლებში. ასევე განხორციელებულია ოპერაციები 13000 კილომეტრამდე დისტანციებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთში და ევროპიდან ჩინეთში. დღეისათვის უროლოგიური ქირურგიის სრული სპექტრი ხორციელდება რობოტულად ჩვენს კლინიკაში. შარშან თებერვლიდან დღემდე შესრულებული არის 190-მდე რობოტული ოპერაცია. თითქმის ყველა უროლოგიური ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ხორციელდებოდა ღია წესიდან ლაპარასკოპიულად, დღეისათვის ხორციელდება რობოტულად. რობოტული რადიკალური პროსტატექტომია ღიასთან და ლაპარასკოპიულთან შედარებით უკეთეს ფუნქციონალურ შედეგებს იძლევა, ნაკლებ სისხლის დანაკარგთან და უფრო სწრაფ რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული. მიმდინარეობს პროსტატის წინა ზედაპირის გამოყოფა. პროსტატასა და შარდის ბუშტის ყელს შორის მოიძებნება აბასკულარული სივრცე და პროსტატის ყელის და შარდის ბუშტის ყელის ლატერალური დისექცია მიმდინარეობს. ეს იძლევა უკეთეს ვიზუალიზაციას პროსტატას და შარდის ბუშტს შორის. გადაიკვეთა შარდის ბუშტის ყელი. ხდება სათესლე ბუშტუკების და თესგაუნტანის ადგილების დისექცია. ნერვშემნახველი ოპერაცია, შესაბამისად ძალიან სუფთი ბიპოლარული კოაგულაცია ან ცივი წესით გადაკვეთა გამოიყენება შემთხვევებში. გამოიყო სათესლე ბუშტუკები. ამჟამად მიმდინარეობს პროსტატის გამოყოფა. ან
ზედაპირიდან დისექცია პროსტატასა და რექტუმს შორის აპექსამდე დაედო კლიპი და ცივი წესით გადაიკვეთა პროსტატის ფეხი ნერვსიზარღვოვანი კონის დისექცია ხდება სუბუქი ბიპოლარული კოაგულაციით ან ცივი დისექციით წესით ეს არის რეციუმის შემნახველი ოპერაცია ასევე მსგავსი ქმედებები ხორციელდება მარცხენა მხარეს გადაიკვეთა მარცხენა ხდება დისექცია მარცხენა ნერვსიზარღვოვანი კონის ცივი წესით პროსტატული იოგების და ენდოპელური ფასციის გადაკვეთა ხდება მაქსიმალურად ახლოს პროსტატასთან არ ხდება დორზალური ვენური კომპლექსის ლიგირება რაც საშუალებას იძლევა უკეთესი ვიზუალიზაცია მოვახდინოთ საზღვარს პროსტატასა და დორზალურ ვენურ კომპლექსს შორის შევინარჩუნოთ უფრო გრძელი ურეთრა გადაიკვეთა ურეთრა სათესლე ბორცვის დონეზე სრული თვალის კონტროლით ხდება გადაკვეთა შენარჩუნებულია გრძელი ურეთრა იკერება დორზალური ვენური კომპლექსი წყვეტად ჰემოსტაზის მიზნით ედება ანასტომოზი ურეთრასა და შარდის ბუშტის ყელს შორის შარდის ბუშტის ყელი არის ძალიან კარგად შენარჩუნებული ხდება შარდის ბუშტის და ურეთრის ერთმანეთთან მიახლოება ხედავთ შარდის ბუშტის ყელი არის ძალიან კარგად შენარჩუნებული ანასტომოზი ურეთრას და შარდის ბუშტის ყელს შორის წყვეტი ეკლიანი ნაკერით ედება აბსოლუტურად ჰერმეტულად რობოტული რადიკალური თხილთექტომია ნაკლებ სიხლის დანაკარგთან არის დაკავშირებული, თუმცა ხანგრძლივია და ინტრაორგანული ნაწლავური შარდის ბუშტის შექმნა მოითხოვს დიდი ოდენობის შემთხვევებს. რადიკალური ცისტოპროსტატექტომია დიდი ოპერაცია არის, მიმდინარეობს შარდის ბუშტის გამოყოფა, მარჯვენა შარდსაწვეთის გასწვრივ დისექცია, მარცხენა შარდსაწვეთის გასწვრივ დისექცია, შარდის ბუშტის და პროსტატის წინაზედაპირის გამოყოფა, პროსტატის აპექსთან ურეთრის გადაკვეთა, მარჯვენა მხრივი ლიმფადენექტომია, მარცხენა მხრივი ლიმფადენექტომია, რის შემდგომაც ხდება წვრილი ნაწლავის რეზექცია და ენტერო-ენტერო ანასტომოზის დადება, რაც შეეხება ხელოვნურ შარდის ბუშტს, ხორციელდება ეს ოპერაცია უკვე ექსტრაორგანულად. რობოტული პარციალური ნეფრექტომია დაკავშირებულია ნაკლებ სისხლის დანაკარგთან და ცხელი იშემიის ნაკლებ დროსთან, ღია და ლაპარასკოპიულთან შედარებით. ჰემინეფრექტომია რობოტ ასისტირებული დიდი ზომის თითბის სიმნისთვის, რომელიც ვრცელდება ქვედა და შუა სეგმენტში. მიმდინარეობს სელექტიური გადაკვეთა თითბის ქვედა სეგმენტში სიმსივნისკენ მრავალი არტერიის და ვენის. ესენია თითბის არტერიის და ვენის მის შემდგომ ხდება თითბის შუა სეგმენტის მიმავალი არტერიის ტოტის სელექტიურად გაყოფა და ზურნარზე ხდება იმ შემთხვევისთვის, როდესაც სისხლდენა პოზიცია მისი პროდუქტი და ჰემინეფრექტომიის ხაზის მონიშნა მიმდინარეობს საფუძში, ჰემინეფრექტომია გაიგებს კაცში ამის შემდგომ იწყება
მარტვილიდან ლაგვის ციფრის დისექცია ჰემინეფრექტომია, დედალ შუა სეგმენტიდან კომერციის კდენას, ის გამოც ჩვენს მიერ წინასწარ აღებული შუა სეგმენტის არტერიის დროებით დაყრდნობა მოხდება ბულბოლის მომჭერად. მთავრდება ჰემინეფრექტომიას სუპერფიციის გარემოში, შემდგომაც მოხდება ციფრის მიწბიალათა სისტემის სისხლდენი უღნების ამოქმედება უწყვეტ ნაირით, რამოდენიმე ყველაფერი ეს დაიფარება სიმოვანი სულით და მოხსნილი იქნება სისხლის სეგმენტური არტერიიდან მომჭერი. ცხელი იშემიის დრო 24 წუთია. პოსტოპერაციული კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებს სისხლის ძალიან კარგ ფუნქციას. რობოტული ქირურგია უკვე წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტს უროლოგიაში, რადგანაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და პაციენტების ცხოვრების ხარისხს. მოსალოდნელია სულ უფრო მეტი სხვადასხვა სახის რობოტული ტექნოლოგიების ინტეგრაცია კლინიკურ პრაქტიკაში. მადლობთ ყურადღებისთვის.